მოდი მევაჭახოთ. გამარჯობათ. დღეს სტუმრად ვყავს ზურა ქათამაძე. ჩემი მეგობარი ამერიკიდან, რომელიც არის სინემატოგრაფი და ფოტოგრაფი და დღეს ვილაპარაკებთ თემაზე თუ როგორი სამუშაოა ამერიკაში და საქართველოში, რა განსხვავებები ხდება. რა სხვაობებია? იმიტომ ძალიან ბევრს აქვს ხოლმე ამაზე კითხვა, ყველას გონია რომ წავა ხა ამერიკაში და ძალიან მაგრა იმუშავებს. თულია. ხო, მაგრამ ნუ რითი განსხვავდება ჩვენთან საქართველოში იყო ფოტოგრაფი, იყო ამბის მთხრობელი და როგორია იყო ამერიკაში ამბის მთხრობელი. ამაზე ზურა კომპეტენტურია ჩემთვის ძალიან და ამიტომ ვაზიარებ ესე და გიზიაროთ თქვენს მას და მოდით დავიწყოთ. გამარჯობა ზურა. გამარჯობა. როგორ ხარ? ცოტა ნერვიულობ. არაფერი სანერვიულო არ, მაგრამ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ეს არის პირველი პოდკასტი. სტუდიას ასაც ხედავთ, ზურა საწყობილია, იმიტომ რომ მე მაგის თავი არ მქონდა. ავეხმარეთ. ეხლა ვიღებთ, რავი, ძალიან ბევრი კამერით, ყველაფერი არის ამერიკულად. კაი, დავიწყოთ ეხლა. ზურა, როგორ დაიწყე ამერიკაში? ესე რომ ვთქვათ, მოკლედ და ძალიან პოპულარულად ამბის მთხრობელად მუშაობ. აი რა ეტაპები გაიარე? აი მესმის რომ ძალიან ბევრი ეტაპი იქნებოდა, ძალიან გრძელი ამბავია, მაგრამ მაინც ცოტა მოკლედ რომ შეგიძლია მოგვიყვე, აბა როგორ იყო ეს ამბავი? ნუ პირველ რიგში დიდი მადლობა რომ აქ ვარ და იცი რომ ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მოგვეცემა შესაძლებლობა რომ ეს გამოცდილება უკვე ერთმანეთს გაუზიაროთ. დადგა ეს დრო რა. დავიწყებ იქიდან რომ სანამ ამერიკაში წავიდოდი, უკვე ვიცოდი რის კეთება მინდოდა უკვე. ძალიან მაგარია და მაგაზე გავჩერდეთ, იმიტომ რომ თუ ვიმეს ამას აპირებს, ჯერ ჩამოვყალიბდეს რის კეთება უნდა, ხო? ჯობია ვიდრე ჩახვიდე და აი რამე. ამერიკა უფრო გამოცდილების ქვეყანად მიმაჩნია მე. და ეს გამოცდილება ქმნის მე უკვე ამ შესაძლებლობებს რეალურად. კი, ძალიან სწორი და ძალიან საინტერესოა, დასაფიქრებელია გამბავი. იმიტომ რომ მე მგონი ეგრეც არა, ჯილდოვდები რა, დროსაც იგებ, იმიტომ რომ იქ მაინც დრო სხვანაირად გადის და ესე მგონია. საკაც მაგრა აჩქარდა ხოლმე და მიხარია და ეს მრავალფეროვნება უკვე მიბიძგებს რომ აქეთ რაღაცა გარკვეული ინტერესები მქონდეს. ხო, ეგეც არის, მაგრამ მეორე მომენტი იცი რა არის, ძალიან ცოტა უკვე ვინც დიდი ხანი ვართ ამ სფეროში, ცოტა გვიჭირს ამ სისწრაფეს კიდევ უფრო აყვე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში გონია რომ ცოტა პრაქტიკა რო გემატება, ცოტა გამოცდილება რო გაქვს 10 წელი, 20 წელი. მეტიც დაეწიო იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, იმ თანამედროვე მოთხოვნილებებს, არ არის ესეთი მარტივი ჩვენთვის ახლა მაგალითად როგორც შეიძლება უფრო პატარა ასაკის ადამიანისთვისაც იყოს, იმიტომ რომ ჩვენ მაგაზე მე კიდევ ვისაუბრებთ, რას გულისხმობ მე ამას და მოდი გავაგრძელოთ. რამდენად კონკურენტულია ამერიკაში ფოტოგრაფია? ძალიან რთულია. ძირითადად ხდება რა პროექტზე მუშაობს და ეს პროექტი ქმნის იმ რესურსს, რომელსაც გაყავხარ კლიენტთან. მაგრამ აი მაგალითად მე ჩემს მოდი რახან ამერიკა საქართველოს თან თემა არის. მე აქ როგორ ვაკეთებ? ნახე თუ არ მაქვს აუშვათ შეკვეთა ან გადაღება არ მაქვს, მაქვს აუცილებლად ჩემი პროექტი, რომელსაც ვაკეთებ. ანუ რეალურად თავისუფალი დრო არ მაქვს არასდროს, იმიტომ რომ ამ პროექტზე ჭირდება დრო და თუ ვიყენებ ხოლმე მაგალითად თუ არ მაქვს რაღაცა ესეთი ძალიან გრანდიოზული გადაღებები, ვუბრუნდები ამ ჩემს პერსონალ პროექტს, რა პერსონალ პროექტს რომელიც მგონია რომ უბრალოდ თან ცოტა გადაგრთავს და თან მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მაინც უნდა ვიფიქროთ იმაზე ჩვენ რის კეთება მოგწონს რა ანუ იმიტომ რომ უმეტესწილად სულ შეკვეთებზე გვიწევს მუშაობა ანუ ალბათ სულ არა მაგრამ ნუ 80% გვიწევს ძირითადად შეკვეთა ყველაფერი ღონისძიების გადაღებიდან დაწყებული ნუ სტუდიაში მუშაობა თავისთავად თუნდაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გადაღება ყველაფერი დაკვეთაა ესე რომ ვთქვა შესაბამისად ჩვენ დრო არ გრჩება რომ შენი პირადი რაღაცები გააკეთო და ზურას აქვს ძალიან მაგარი პროექტი ამერიკაში ამაზეც კიდე ბოლოს ვისაუბრებთ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ისიც როგორ ფიქრობ ამბის თხრობას ამერიკულ ბაზარზე როგორ ესმეთ შინაარსი და ვიზუალი ის ბალანსი როგორ არის სინთეზი ხდება იმითია რომ ენასწავლობ და მე იმენაზე რომ მეტყველებ აი ეს მეტყველების ფაზა არის უკვე ვიზუალური მხარე როგორ გადმოსცემ ამ ისტორიასთან აი ბმა მენტალური ბმა ხო იმიტომ არ რთული განსაკუთრებით აქედან რომ ჩადიხარ აინც უცხო ხარ არ იცი შე როგორ უნდა მოყვე რას გადმოსცემ ხო მე რომ ჩავედი ამერიკაში შეცდომებით სწავლა დავიწყე რა თქმა უნდა იმიტომ რომ არ ვიცოდი ვინმე რომ ყოლოდა და მიმართულება მიეცა რომ აქ წადი აქ ისწავლე ამას და მე ეს კონტაქტები დაგეხმარება საბოლოო ჯამში რა ცოდნაც არ უნდა მიიღო სადღაც იქნები ну ეს არ მქონი ესეთი ადამიანი ანუ არ დამხვედრე იქ სამწუხაროდ და ჩემით აი ეს რაღაცა გარკვეული ცირა ზურ მაგამ ბავში ხან და ხან კარგია აი გამბავი და ხან ცუდია აი მაგალითად მქონი ეგეთი кейსები და ეგეთი შემთხვევა რომ არასწორად აი მაგალითად ძალიან ხშირად არის ხოლმე
ასე რომ ვთქვათ, ხდება რომ აი შენ სანამ ჩამოგიყალიბდება შენი ხედვა, ხო. ძალიან ხშირად არის რომ დამწყები ფოტოგრაფები ვიღაცებს ბაძავენ. ანუ ბაძავენ არა ცუდი გაგებით, ამიტომ გიწევს რა, ეხლა წარმოგიდგენთ თუ ვიღაცასთან მუდმივად ურთიერთობ თანამშრომლობ რაღაცნაირად. ეს ინდუსტრია საითაც მიდის, იქით შენ აბსოლუტურად მოთხოვნას მიიღებს. მაგრამ ისიც უნდა იცოდე, იმიტომ რომ შეიძლება იმას არ დაერქვას, რომ ვიღაცას ბაძავ, მაგრამ ვიღაცა მოვა და აი ესეთი უნდა. ხო, მაგალითად, აი ზურ, მოდით რა გავაკეთოთ, მოდით თავიდან დავიწყოთ, იცით რა მნიშვნელობას გულისხმობ. აი, როცა კლიენტი ნახეთ, რომ მიხვედი, როგორ წარადგენს შენ თავს. აი რა უნდა გქონდეს ვიღაცას თუ დაჭირი რაღაცა basic რაღაცა რომ გააკეთო, ოკეი ხარ. მაგრამ როგორც არტისტი, როგორც ხელოვანი შეხვიდე და შენი ამბიცია სადმე დადო, პირველ რიგში უნდა დაიჯერონ იმას, რომ მაგარი ხედვა გაქვს. მაგარი ხედვაში გულისხმობ, რომ გესმის. ტექნიკურად მაგრა გესმის. ანუ ტექნიკური არ ცოდნა ამერიკაში მიუღებელი არის, იმიტომ რომ იქ ნებისმიერი ადამიანი, ვინც რაღაც ამ ინდუსტრიაში ტექნიკურად სიღრმისეულად ესმით, მე აი ტექნიკური ცოდნა განაპირობებს შენი დობის მოპოვებას, რომ ხედვაშიც გადახვიდე. ანუ ამ ტექნიკის ცოდნას ხარისხს ვაბარებთ, ხო? ანუ კამერის ცოდნა აბსოლუტურად შერჩევა ლინზები და ასე შემდგომ. მე ამერიკაში რო წავედი საქართველოსთან, საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა retouching რა იყო, color correction მერე და მერე შემოვიდა და მე რაღაცა გადაღების პროცესში ფიქრობდი, რომ ეს ხარისხი უნდა მიმეღო დაბერ გადაღებებს. მე და კამერა მუშაობდით მარტო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც რეჟისორი საინტერესო არ ხარ რა იქ არავისთვის, იმიტომ არა რეალიზებადია. რაღაცა უნდა იცოდე, ცოდნა უნდა კონდეს ტექნიკური, რომ სადღაც ჩაერთო. მე მინდოდა ცოდნის და გამოცდილების მიღება და რა თქმა უნდა როგორც ყველა ფიქრობს რომ მე საქართველოში დაბრუნდე ჩამოსულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან რომელსაც უკვე პროფესიონალები იყვნენ გესმის უბრალოდ ამერიკაში უნდოდა თავის რეალიზება და მე ცოდნის გამო ჩავედი ხდები რამხელა განსხვავება და ამათან ერთად რაღაცა პროექტზე ვიმუშავე რომ დაინახეს რომ მეც გარკვეული ინტერესები მქონდა და უკვე მაგ დროისთვის აი შეცდომებს რას ვიძახიცი რომ ჩავედი და აპარატურა ვიყიდე და სტუდია რო გავაკეთე და მეგონა რომ კლიენტი მოვა და გადავიღებ ეს არ მუშაობს ძალიან საინტერესო პოინტია. რაგა დაიმახსოვრე თუ კამერის ხედვა და სტუდიის ქონა კიდე არ ნიშნავს იმას რომ გაქვს პროფესია და მუშაო. თავარი პრობლემა მოდის აბზენ რომ შენ უნდა კონდეს ცოდნა და პროფესიონალი უნდა იყოს და გამოცდილება და კლიენტთან ურთიერთობა. ეს არის ყველაფერი. ამ მეგობრებთან ერთად უკვე დავიწყეთ ფიქრი და მოდი რაღაცები გავაკეთოთ და საწყის ეტაპზე ამერიკაში ძალიან მარტივი რა ორი მიმართულება აქვს მუსიკალური ინდუსტრია, ფეშენ ინდუსტრია. ამაში არის აბსოლუტურად სულ ყველა ჩართული. და ეს მართავს იქაურობას მუსიკალური და ფეშენი. უკვე რადგანაც მე უკვე გადაღება ვიცოდი, უკან ბექგრაუნდი მქონდა, post production-ის, ესენი აკეთებდნენ და მე იმათვის მინიმუმ 50% ხარისხი მიმქონდა და იმათ ძალიან მოწონდათ. მე უკვე სეტზე ვცდილობდი რომ მაქსიმალურად ამომეკაჩა და წამეღო უკვე კარგი პროდუქტი. ანუ თავიდანვე აწყოს სწორად ყველაფერი რომ ნაკლები დრო დახარჯო შემდგომ post production-ში. კი, და ამ ყველაფერს ითხოვდნენ ჩემგან. ეს pushing-მა გამიკეთა. ზურ, ჩვენ ახლა ლაპარაკობთ უფრო მაინც ვიდეოზე წავედეთ, იმიტომ რომ ვიდეოში ჭირდება ძალიან უფრო მეტი post production და მეტი მომზადება, ვიდრე ფოტოგრაფიაზე. მაგრამ საწყისი ფოტოგრაფია მაინც. ხო, კომპოზიციურად არის საწყისი ფოტოგრაფია და ყველა ვარიანტში შემდგომ შენც როგორც მივხვდი ყველგან იყენებ, ანუ ვიდეოებშიც იყენებ ფოტოგრაფიას, ქუდშიც და როცა იწყება გადაცემა და რაღაცა, ამიტომ ხშირად, ანუ კარგი აქვს სინთეზი და უმეტესწილად მე როგორც ხვდები, ზოგადად გვიწევს, ვინც ამ სფეროში მუშაობთ, ვიცოდეთ კიდე სხვადასხვა რაღაცები და მხოლოდ ერთი კონკრეტული პროფესიით არ ვიყოთ დაუშვა. ეს გულისხმობ, რომ ფოტოგრაფიაც უნდა გესმოდეს, განათება უნდა გესმოდეს, ხმა უნდა გესმოდეს, მე შემდგომი დამუშავება უნდა გესმოდეს, ასე შემდეგ. ერთ-ერთ ინსტიტუტში ვწავლე ფოტოგრაფიას და იქ ჩემს მე ასწავლდნენ ფოტოშოპს, ანუ ფოტოების დამუშავებას და მე ისე მაგამჯდარი რომ ისე უნდა გადაიღო ყველაფერი ფოტოშოპი არ აი მაგას ვიძახდი ზუსტად მე. მე ესეთი ვარ, რომ თავიდანვე ისე გავაკეთო ყველაფერი, რომ კომპიუტერზე მიჯაჭვული არ ვიყო. მაგრამ ცით როგორი რაღაცა არ არის ამაში ესეთი მე სწორი ვარ თუ არ ვარ სწორი ანუ ამოდენიმე ტიპის ადამიანები არსებობენ მაგალითად თუ ავიღებთ Ansel Adams რომელიც ნუ ასე ვთქვათ ერთ-ერთი ღმერთი არის ფოტოგრაფიის განსაკუთრებით ლანდშაფტის 50% ატარებდა ბნელ ოთახში ანუ არ გამოდიოდა იმ ოთახიდან სანამ ფოტოს არ დაასრულებდა გულისხმობ რომ გადაღება იყო ერთი, მაგრამ აუცილებლად მე ამ ფოტოებს ძალიან ბევრს ამუშავებდა. ბნელ ოთახში შეიძლება დღეებიც დაჭირებოდა და სხვათა შორის ეხაც არსებობს მისი რამდენიმე ესე ვთქვათ ტესტი ფოტოები, სანამ მიიღებდა იმ შედეგს, რაც მას ჭირდებოდა, ამიტომ it's okay. თუმცა დღევანდელ დროს მე ამას არ უთამდნენ დროს, იმიტომ რომ როგორც თავიდან აღვნიშნეთ, აქაც ძალიან დაჩქარებულია ცხოვრება. ყველას ეგრევე უნდა ფოტოები, ყველას ეგრევე უნდა მასალა, რაც გადაიღე.
ძლივს ითმენს რომ რაღაცა დრო გჭირდება რომ ვიდეოს თქვენ მეტი დრო უნდა და კლიენტიც რაღაცა გზად არის მაგრამ ფოტოს შემთხვევაში რადგან შეჩოლებები არიან რომ აი ტელეფონით ეგრევე აქვს ვერ ხვდება რომ კამერით ესე სწრაფად არ ხდება ეს განა ბარათის ამოღება და კომპიუტერის ჩადება არ თუ დრო აქ ხო ფიქრი არის საჭირო ხო ანუ თან ხვდებით ყველა პროფესიის ადამიანები რომ ნებისმიერ რამე რასაც აკეთებ ჯერ აკეთებ ფიქრით და მე აკეთებ ტექნიკურად ხო იცი მე დიდ დროს უთმობ სიმართლე რომ გითხრათ იმიტომ რომ ერთი 10 წელიწადი ამ მუშაობის პროცესში ძალიან გავიღრმავე ფოტოშოპი მნიშვნელოვანი ვისაც შეხება არა ფოტოგრაფიასთან ეხლა რომ ხელოვნური ინტელექტია და რომ ისეთი რაღაცა ეგონათ ფოტოშოპი სინამდვილეში არ არის ესე ანუ ფოტოშოპი არის ინსტრუმენტების ესე საწყობი სიტყვაზე სადაც შედიხარ იღებ ინსტრუმენტს და მე იმ ინსტრუმენტით ახორციელებ იმ ხედვას მაგრამ და ისე მიჭრზურა ძალიან მიჭრის იმიტომ რომ საერთოდ რაც ციფრული მატარებელი ესე ვთქვათ მედია კამერა გაჩნდა ავტომატურად მოითხოვა მან მსგავსი ხერხების ცოდნაც იმიტომ რომ ერთმანეთთან არის სრულად კავშირში ამიტომ არის რომ მაგალითად ძალიან მიყვარს დღემდე ვიყენებ ფირის ფოტოგრაფიას იმიტომ რომ ფირის ფოტოგრაფიას ეს გავსი რაღაცები არ ჭირდება და თითქოს იცი რა მაგ ზურა აი რაღაცნაირად მეხმარება ვიყო ფორმაში. ამიტომ რომ ნახე როცა რაღაცა ციფრულად იღებ არის აუცილებლად ამის შანსი რაღაცა დოზად ყოველთვის არა მაგრამ ნუ ბევრი რაღაცა შანსი რომ მე შემდგომ დამუშავებაში post production-ში ეს გამოასწორო ვიდეოში იქნებ ეს თუ ფოტოში. ცოტა მუქი გამოგივიდა გააღიაო კონტრასტი შეცვალო ფერი შეცვალო და ასე შემდეგ. ფირის ფოტოგრაფია ამას არ გპატიობს. განსაკუთრებით თუ იღებ ამას სლაიდებზე. ნუ მოკლედ ახლა მანდ კიდე ძალიან ბევრი არის, მაგრამ ამიტომ არის რომ სადღაც რომ მივდივარ, მაგალითად პერსონალ პროექტებს, როცა ვამბობ, ანუ პერსონალ პროექტებს, მივდივარ ამ ფირის კამერებით, ძალიან წვალებაა. უძველესი სიამოვნება და თან ძალიან წვალებაა და მაგრამ მე მომწონს ეგ ფაქტი. მე მომწონს იცი რა, რომ აი თითო კადრზე ძალიან ბევრს ფიქრობ, რომ აი ხა რატომ მიღებ ისვის აი ხა გინდა ამ ფოტოს, აი რატომ და მთელი ამბავი ხა ციფრულში ესე არ ვარ. ნუ იღებ ძალიან ბევრს, მაგრამ აქ მაინც და თან პლუს ბევრ ზომაა. აი მაგალითად მაქვს ტელეფონში მაქვს ცალკე აპლიკაცია და კიდე ცალკე ასეთი შუქის გამზომი მაქვს და თავისთავად კამერებსაც სულსაც აქვს რომელიმე ფოტოაპარატს ვამუშავებ. სულ ზომა შუქს იხსენებ რა ფირი გიდევს პორტრეტისთვის თუ ლანდშაფტისთვის და შესაბამისად ბევრი ფიქრი გიწევს სანამ ერთ კაცს გადაიღებ ამიტომ ჩემთვის ფირის ფოტოგრაფია ცოტა უფრო ფორმაში მომყოფებს რომ უფრო დაფიქრებული ვიყო კადრის გადაღების დროს ეს რაღაცა მე მეხმარება მაგრამ ეს არ ნიშნავს უბრალოდ მე ფირიდან მოვდივარ და იმიტომ და რაღაცნაირად სულ მქონდა ხოლმე ბრძოლა რომ ზენიტის შვილები ვარ ფაქტობრივად. არა, ზენიტი კარგად არ მქონდა, ძალიან კენონი მქონდა, კენონით ვიღებდი, მაგრამ როგორი რაღაც იყო, იცი? ეს თავიდან შემოვიდა ციფრული ძალიან გაუბრაზდიო, რაღაცა. ეს ის არ არის. მოკლედ, ნუ მოუძგვიდა არ გინდა გადავედით ციფრულზე. მე ციფრული სხვადასხვანაირი კამერები წამოვიდა. სარკისებრი კამერები იქაც ზოგი მომწონდა, ზოგი არ მომწონდა და ეხა საერთოდ უსარკო კამერებია და ეხა ნერვიულობ რატომ არ არის სარკე. მოკლედ, ტექნოლოგიები ვითარდება, შენ როგორ თანამედროვე ადამიანი, რომელიც ცხოვრობ ამ რეალობაში და გიწევს კომუნიკაცია კლიენტებთან, შენ შესაბამისად ტექნიკაც უნდა რაღაცნაირად აყო. კი, თან გააჩნია მაგალითად პროექტს. შემიძლია მე თავისუფლად გადაწყვეტილება მივიღო, რომ ეს პროექტი გავაკეთო ამ კამერით თუ ამ კამერით. უამრავი არჩევანია და ეხლა ჩემი შეხედულება თუ გინდა, ანუ მე მაგალითად კომფორტულად ვარ ციფრულად. ფირი ძალიან მიყვარს. ამას აქვს თავისი მიდგომა, მაგრამ ანუ ჩემთვის ფირი ჩაანაცვლა ლეიკა. რეალურად რასაც ხედავ და რასაც უგრძნობ, ეს აპარატი მაძლევს საშუალებას, რომ აი ეს ყველაფერი დავიკმაყოფილო. იმდენად იდეალურია ფერები, ახლა მე კენონი ძალიან მიყვარს ფერებში, იმიტომ რომ აი მაქსიმალურად ბუნებრივი არის რა, ნატურალური არ არის მაგალითად Sony ან Fuji, ვიცი რომ არიან ხალხი ბევრი მუშაობს და უყვარს, მაგრამ მე ზედმეტი ტონი სადაც შედის და ხელი ეხება ნატურალურ ამეს, იქ ძალიან გული მწყდება. შენ რომ მე მიხვიდე იმ კონდიციამდე რომ თქვა რომ უსეთ რა მე ხა ესე ვიღებ და თუ მოგწონთ კი ბატონო და თუ არ მოგწონთ აგერ მოგცემთ ნომერს კონტაქტს არ მეზარება ხოლმე და აი მას დაუკავშირდი. ხო, ეს ძალიან თქვენური მითქმა. იმიტომ რომ მე ვიღებ ესე და მორთ მაგალითად ვიცით როგორ არის აქამდე რომ მიხვიდე ძალიან დიდი შრომა. ეხა უარი უთხრა კლიენტს და თუნდაც შემოსავალს რომ ეხა იმაზე არ დათანხმდე შენ რაც არ მოგწონს. ცოტა ისეთი თემა არის რა, ეს ნიშნავს რომ არ გაქვს ხო შემოსავალი. მაგრამ ყველაფერი ხო მაგისკენ არ უნდა წაიყვანო. თუ როგორც კი მარტო მაგისკენ მიყავს, მანდ უკვე ძალიან ფული ხდება მგონია რაღაცა შენი შინაგანი განვითარება.
ხარ. ხე მივხვდი ხე შენ საიტაც მიდიხარ და პრობლემა მანდ არის იქ კლიენტი რომ მიკვეთავს კლიენტმა იცის რა უნდა და ეს ძალიან დიდი ფუფუნება უკვე იცის რა უნდა ხვდები და აქ შემთხვევაში არ იცის რა უნდა და რაღაცა სიგიჟეს გთხოვს მე მზათა ვარ გავაკეთო იმას არ აქვს ამის პოტენციალი რომ ეს სიგიჟე განახორციელოს ხო ხდება თან აღიქვას კიდე მეც ვიხარჯები და არ ჭირდება მაგრამ მაგას წარმოსახვაში მაინც რაღაც ფიქრი აქვს რომ რაღაცა მოწონს რა ბოთ რა მოწონს არ იცის ამიტომ არის რომ მაგალითად ჩვენ გვიწევს ამიტომ კომუნიკაცია ამ კლიენტთან ხშირად აი მოდი რა დავჯდეთ შევხვდეთ დავილაპარაკოთ კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ არის რა ჩვენ ეგრე არ არის ტელეფონზე რეკავენ ძირითადად გადაღებამი და მოდის ეგრევე უცნობ ადამიანი იყო ძალიან იშვიათად რომ მოვიდეს წინასწარ რა შეგხვდეს თუ არ არის რაღაცა ძალიან განსაკუთრებული ინდივიდუალურად როცა შენ თავზე მუშაობ და ვიღაცას ეძებ რომ პირდაპირ კლიენტთან გასვლა არის ძნელი კაი არის პიარებთან და მარკეტინგულ კომპანიებთან რო იმუშაო აგენტი თუ ყავს ყველიტურად იდეალურია ხო რა ჩვენთან არ არის მსახური ესე იქაც რთულია სხვათა შორის მაგრამ ხო არსებობა არის თქმა უნდა ეს მაგალითად იუნიონში ხარ იუნიონი გასაქმებს აი ეს შემოქმედებითი პროცესის თავისუფლება იმდენად არ აქვს იმიტომ რომ რუტინული ხდება ეს შენი სამუშაო და იმდენად ინტერესი არ მაქვს თუმცა ძალიან დიდი პროექტები მანდ არის მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს არის გამომცემლობა შეიძლება იყოს ჟურნალები იყოს მაგრამ ყველაზე დიდი ინდუსტრია რაც ამას ამოძრავებს დიდი მარკეტინგული კომპანიები რომელიც აერთიანებს აბსოლუტურად და რაღაცა პროდაქშენი ანუ ინტეგრირებულია მარკეტინგულ კომპანიასთან და ერთობლივად კოლაბორაციაში მუშაობენ და შენც აქ ხვდები და ანუ ეს სამუშაოებს ანუ ახორციელებ იგივე PR კომპანიებია აქ ეხლა მე რასაც უყურებ არის ისეთი თემა რომ ცოტა აი ეს უცნაურად მომეჩვენა ვერ გავიგე მარკეტინგის სადგას და PR-ის სადგას და გაყიდვების სადგას ხვდები ანუ ვის უნდა ველაპარაკო პროექტის მიმართულებაზე და ვინ არის პასუხისმგებელი კონტენტზე იშვიათად მქონია ეგეთი შემთხვევა შევკრებილოთ რაღაც თიმი კომპანიას პირადად გამოსულა ჩემზე და იქ ყოფილა მარკეტინგიც PR-იც აუცილებელია დიზაინერი ან თუ არ დირექტორი ყავთ არ დირექტორი იმიტომ რომ მაგათ გარეშე ძალიან რთულია მუშაობა. ხა სარეკლამო კომპანიები მე ვისთანაც ვმუშაობ, იშვიათად ვმუშაობ, სადაც არ მიყვარს მე რეკლამა, ჩემი არ არის, ჩემი უფრო თავისუფალი ფრენაა. მაგრამ თემა ის არის, რომ ხა მაინც გამოცდილება მაქვს, იმიტომ მე თვითონაც ვიყავი არ დირექტორად სარეკლამო კომპანიაში, ვიცი დავალებები როგორ გაიცემა, ანუ ვინ აკეთებს ამ დავალებებს. რაღაცა დოზით ამის ცოდნაც აუცილებელია კრეატიული დირექტორისთვის ხო ანუ ჩვენი მომავალი ამ ინდუსტრიაში ძირითადად destination გვაქვს მანდ რა იმიტომ რომ შენ უკვე ეს ყველაფერი ანუ გავლილი გაქვს და ინდუსტრიას კარგად იცნობ და setting-იც იცი და აბსოლუტურად ტექნიკური მხარე და ყველაფერი გესმის მე ანუ კრეატიული დირექტორად უკვე შეგიძლია რომ იმუშავა და მაქვს ნამუშევარი მაგ მიმართულებით და საინტერესოა მაგრამ ძირითადად ჩემ შემთხვევაში ახლა სიმართლე თუ გინდა რომ გითხრა ანუ ესეთი full time ჯაბები რაც არის რა სადმე კომპანიაში დამიწყოს მომუშავა ძალიან ცოტა ხანი აი მაქსიმუმ 5 ყველაზე დიდი 6 თვე ვიმუშაო იმიტომ რომ იქ რომ მივდივარ ანუ არასდროს ამ მქონია ამბიცია რომ იცი რა არის გინდა თუ არა მოდი ამ პოზიციაზე ვიმუშავებ იმიტომ იქ რომ მიდის და გიყურებს რომ ეს სკილები გაქვს მე აღარ იციან რომ რა ის მოგანი სტატუსი რა გითხრან და გეუბნები რომ რაც გინდა ის ჩაწერე მან დიდი თავარია შენ ეს საქმე რომ გააკეთო და რა ვიცი ხან ვიჟენს გეძახიან და ხან ხო ჩვენთვის არავის არ დაუძახია ვიჟენს კი ანუ მიტინგებზე მეძახიან და ანუ მე ცოტა უხერხულად გძნობ რეალურად მე რა მესაქმება მაგრამ ესენი რომ საუბრობენ ისეთ ინფორმაციას იღებს მე რომ ეს შენს გჭირდება ინსპირაციისთვის და მათაც ინსპირაციას აძლევ რომ შემოქმედებითი თვალსაზრისითაც როგორ ანუ შეხედვა მნიშვნელოვანია კომპანიას ინდივიდუალურია ზურა მე როგორც ხვდები იმიტომ რომ ზოგი ესეა ზოგი ისეა ზოგს ურჩევნია რომ შენ მოგენდოს იმიტომ რომ მოწონ შენი ხედვა დობის ფაქტორი ჩვენთან მეორე ხარისხოვანია მაგამ ბავშვი და გეტყვი ხო რატო ხო დობის ფაქტორი რაზე არის ან ცოდნის ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შენ როცა გესმის და ან იცი რა შენ შეიძლება მარტო მე არ გულისხმობ მარტო შენი საქმის ცოდნას ამ პროდუქტს რომ გაწვდიან აი ამაზე უნდა იცოდე ბევრი რამე და მე ანუ სწორი მიმართულებას კაი ისე რა კითხვა გამიჩნდა აი შენ როდის მივხვდი რომ იცოდნა გაქვს და იცი ხო აი მან როგორ მიდიხარ მაგამდე სამუშაოზე რომ მოხდები და შიშის ფაქტორი აღარ გაქვს. ანუ არანაირი ფაქტორი არ გაქვს, რომ იქ რაღაცა მოხდება აკონტროლებ და სულ ექსტრემში მუშაობ და ამ ექსტრემში ანუ ყველა მიმართულებით მუშაობ. ერთი ანუ ხატრული დიდ ფილმზე არ მაქვს ნამუშევარი რეალურად ხდებით, რომ დანარჩენი ნებისმიერი რეალიტი შოუ, დოკუმენტური პიკი, მიუზიკ ვიდეო, ანუ ყველანაირ მიმართულებით მაქვს ნამუშევარი და ეს გამოცდილება დამიგროვდა. მაგარი რა არის, შეცდომის უფლება სად გაქვს და სად არა გაქვს.
რო დაინახეს რომ ეს თვითონ არ იყო დილეტანტური შეგატყვეს რომ ანუ პროფესიონალი ხარ და თავს უძღვნი შენ ამ საქმეს ბოლომდე ყველა მიატყუებს თავის კამერას და საქმეს და მოვა და შენს დასახმარებლად იმიტომ რომ მიხვდნენ რომ შენ აი ამ ანუ ხო ხვდები რა სიტუაციაში ჩავარდი და ანუ ყველა საკუთარ თავს ხედავს შენში მაგრამ ქვეყანაც ეგეთია სხვათა შორის არა მარტო ესე ანუ ეს მუშაობს ანუ რეალურად მაგალითად შენ თუ გაანალიზე შენი შეცდომა და ეს აღიარე როგორც გაანალიზე კარგად ყველაფერს გაპატიები ხდები და იმიტომ მაგრამ ეს უფრო დიდი დანაშაულია რომ რამხელა რა მიმაპატიეს აო მაგრამ ხო ხდები როგორ გადავჭი მაგრამ ეს უნდა დაინახო რომ შენს გაანალიზე რა გააკეთეს ამათმა შენს გამო და მე ეს გეხმარება რა ანუ ბევრი რამე ბევრი პლუსია აუ და თან კიდე იცი როგორი თემა არის ჩვენ მე რო ფოტოგრაფია დავიწყე ადრეულ 90-იანებში მაშინ კონკურენცია არ გქონდა ანუ არ იყო ეს პოპულარული ფოტოგრაფია უფრო 2000-იანების შემდგომ გაჩნდა უფრო ციფრულ კამერებმა წამოიღო მეტი შესაძლებლობა უფრო მეტი და ეხლა ხო საერთოდ ყველა ფოტოგრაფია აბსოლუტურად ნებისმიერი ვისაც რა ტელეფონიც აქვს ყველა ფოტოგრაფია ამიტომ კონკურენტუნარიანობა რა თქმა უნდა გაზრდილი არის მაგრამ ეხლა გამოცდილებას დავისწავლეთ მაგრამ აი მანდ როგორ არის ამერიკაში აი ამიხსენ აი კონკურენცია რა არის შეხვეცი ჩვენ პროფესიას ფაქტიურად უმუშევარი ხარ მაგრამ სულ მუშაობ აუ მაგარია აი ეგ ამბავე სულ მუშაობ მაგრამ უმუშევარი ხარ და თან ამაში უცელა ინვესტიცია საკეთებ ამხელა ფინანსური ინვესტიცია რომ ნებისმიერ ბიზნესში გააკეთო ანუ 100 მაგი მოგება შეიძლება მოგიტანოს მე როგორც ფოტოგრაფი არ ვთავაზობ ჩემ თავს როგორც ანუ ადამიანი რომელიც კამერით მას მოემსახურება მე ვთავაზობ ანუ პროექტს პაკეტს მთლიანად ანუ ჯერ უნდა გავარკვევო მართლა რეალურად რა უნდა და რას ემსახურება და ამერიკაში ახლა ყველაფერი ან მარკეტინგია ან პრომოუშენია ჩემი უკანა აზრები არის მომართული რომ ადამიანს რო ხვდები არ ველაპარაკები ფოტოგრაფიაზე ამ ადამიანს ველაპარაკები ვინ არის შენი კლიენტი და რა გათვლას აპირებ ამ პროდუქტით ამაზე და მე იმ პროექტზე ვმუშაობ და ამიტომ არა სწორედ უნდა იცოდეს რა უნდა მას რო სწორის პრაისი მიცე მისთვისაც მომგებიანი იყოს და შენთვის მაგრამ აქ რო შედიხარ კომუნიკაციაში კომპანიასთან არიცი ვისგან უნდა დაიწყო ჯერ ну კაი შემთხვევაში ფიქრობ მაინც ზემოდან დაიწყო სამწუხაროდ იმიტომ რომ არ ახარ დაცული ქვემოთ რამდენად პასუხისმგებლობით მივდგები ბოდიში ყველასთან მაგრამ ესე არის და თუ აბსოლუტურად მე მაინც აღმოჩნი მქვედა ზოლში იმ მქვედა ზოლში მაიკო ნინიკოზე უფრო მეტი რამე იცი ვიდრე კომპანიის შესახებ ხვდები ეს არის სამწუხარო რა ხო მაგრამ იმიტომ რომ ის კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე ავიწყდება და აღარ გიგრძელებს ამ ურთიერთობას ის გიგრძელებს როგორც თვითონ როგორც ინდივიდი ხო ანუ ეგ არის რომ რაღაცა ბიზნეს ურთიერთობა და ესეთი პირადი ურთიერთობა მაინც სადღაც პირადი უფრო მეტია ხო ცოტა კომპანია რომელიც მაგალითად აი სახელმწიფოებრივად უდგება მარტო საკუთარ მოგებაზე არ ფიქრობს ხო და თუნდაც მასე რომ რაღაცა შეუძლია კონკრეტული მიმართულება ერჩიოს ან ეკოლოგია ერჩიოს ან განათლება ერჩიოს თორე პიარს და ცნობადობის გაზრდა და ანუ რაღაცა მარტო ვიყოთ ანუ იდეაში რომ cool ეს არ მაინტერესებს სულ გეკითხები აზრს ლელი როგორ ფიქრობენ პრიორიტეტები ამათთვის რა არის ჩემთვის მაგალითად პორშე და ტელეფონი არ არის პრიორიტეტი თემას რასაც აღვნიშნებ გალაქსი ხო ხდები შეიძლება ეს არ იყოს მეგონი მანდ პორშე და ტელეფონთან ვარ მაინც მან მივედი ხო ანუ არ არის ეს ჩემთვის პრიორიტეტი შეიძლება მაგ ფასის ლინზა მედოს ჩანთაში ქვეყანაში სადაც ვცხოვრობ უნდა ვიცოდე რა ქვეყანაში ვცხოვრობ მაგალითად რომ მაქვს სტუდია და ჩემთან მოდიან სტუდიაში პორტრეტებს იღებენ უმეტესად წარმატებული ადამიანები ამავდროულად მე ვაკეთებ პროექტებს დავდივარ ძალიან ბევრ რეგიონებში და ვიღებ უამრავ სოციალურ თემებს ეს მეხმარება იმაში რომ არ მოუწყდე რეალობას ვიცოდე სად ვცხოვრობ ფასთანაც მუშაობს ეგ იმიტომ რომ კონტინგენტი ვინც არის მაგრამ ეს ხვდებით ეს მოდის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე და ამიტომ ნებისმიერი პროფესია რასაც ჩვენ ოდესმე დავეუფლეთ მილიონი ინსტიტუტს ვორქშოპებს ეს ყველაფერი ტყუილა არ არის რაღაც რჩება და ეს ამას მე იყენებ შენს პროფესიაში და ეგ ძალიან მაგარია სულ ამბობდი ვილაპარაკოთ ბიზნესზე ეს საქმე მიყვარს გიყვარს ეგ საქმე მე მიყვარს როცა SMS-ი მომდის ხმის ჩარიცხვის საქმე ანუ ურთიერთობაზე ვგიჟდები მართლა რა მაგარია რატო იცი ოიტანე ნებისმიერი თემა დადე და მე ამას გავაკეთებ რა აი ეგ მიყვარს რა აი ეს მანამდე პროცესი მკლავს გავიგო რა პოტენციალი აქვს და რა უნდა საბოლოო ჯამში და სადამდე უნდა გავუყვე რა
ხვდები, აი ეგ არის ყველაზე რთული პროცესი, თორე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც საქმე უნდა და რეალურად მზად არის და აქ ამბიცია რომ რაღაცა გააკეთოს, მანდ ვარ ზუსტად მეც რა. აი ეგ მაინტერესებს და აი მაგ შემთხვევაში ფინანსური მხარე შეიძლება გადავარდეს უკანა მხარეს, მიხვდი? ოღონდ დავინახო მაშინ დიდი ამბიცია და ანუ აბსოლუტურად სწორი ხედვა რომ სწორედ უდგება თავის საქმეს და ისე როგორც მე უძღვნი ჩემ თავს, ისე უძღვნი. ეს სწორედ მიუდგა საქმეს, მაინც ხო შენთვის სწორედ საქმეს მიდგომას გულისხმობ. მისი მხრიდანაც აბსოლუტურად. ხო არის ადამიანი რომ შენ ეს გაუკეთე და მას ეს აკმაყოფილებს შეიძლება თავშიც აუვარდეს ეს ელემენტარული. აი ეგ არის ყველაზე ცუდი. აი ჩემთან მაგალითად ჩემს გამოცდილებაში ბევრი იყო რომ ვიღაცაებთან დავიწყეთ და ერთი ამბიცია ჰქონდა და რაღაცა ეტაპზე მივედით და წაიღო. ანუ შენ ახლა ბიზნეს გულისხმობ არა როგორც ფულის მოზიდვას. ორივე ერთად ერთობლიობაში ანუ ერთი. აბა მოგვიყევი ეს როგორ აი მიახლოებით რა მაგალითად ამ გუნდთან ერთად მუშაობდი და ჩვენ უკვე გარკვეულ რაღაცა წარმატებებს გულისხმობ რომ არა მაგალითად მარტო მასშტაბებზე რო გავიდეთ აი მასშტაბური კაი პროექტები იყო თქვა UFC-ს პროექტი იყო და მსგავსი პროექტი და გამოცდილება არ ქონდა და თანხები რო წამოვიდა მე გაჩნდა ანუ უკვე ეს ბიზნესის პრობლემა იქ ის როგორ უნდა გადაუხადოთ ვინ უნდა გადაწყვეტოს როგორ უნდა იყოს ამ ფულმა და ამ დიდმა შესაძლებლობამ რაშიც გამოცდილება არ ქონდა დაგვშალა ბევრი ფაქტორიც იყო უკვე ლას-ვეგასში ვიყავით ლას-ვეგასი ჩემთვის არ იყო პირადი ცხოვრება არ ქონდა და იმდენად ანუ ხო ხდები მთელი ინდუსტრია მანდან ეხლა რეალურად რო ფიქრობენ რომ ანუ ჰოლივუდის კარი სად არის თუ ვინმე საინტერესებს ლას-ვეგასია. ყველაფერი ლას-ვეგასში ხდება, ხო? ჰოლივუდი და კალიფორნია ანუ არ მიყვარს დიდად, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრამაა და ყველა ხელოვანია და ყველა ელოდება რომ თავის ოცნება როდის ასრულდება და არავინ ისეთ განსაკუთრებულ ამაში შრომას არ დევს და ვინც დევს ის აღწევს აბსოლუტურად, მაგრამ ნიუ-იორკიც ძალიან მიყვარს, მე ხვდი, ანუ ბიზნესია იქა და ხალხი არის და საქმეზე ლაპარაკობენ და ანუ სულ რაღაცა ინდუსტრიაში ხარ და ეხ უფრო კომფორტულად გრძნობ თავს ხალხთანაც ელემენტარულად, უფრო მეტი მენტალური ბმა მაქვს მეც და უფრო ადვილია კომუნიკაცია და ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ ამ ყველაფერს რო იყენებ, ახლოს ხარ და კალიფორნიაში ეს კომფორტი არ აქვს. ხო და აი ამ შემთხვევაში, როცა გამოცდილება არ აქვს და ანუ ამ კონტრაქტებს არ აქცევ ყურადღებას და რაღაც კი და იცი ანუ იცი რა არის შენ ეს გიყვარს ეს საქმე ფანატიურად. შეიძლება პროექტით მოგხიბლონ და შენ პროექტის ინტერესით წახვიდე, ხვდები და სხვა ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი ნახოს შენს ნამუშევარზე. მეორე ვარიანტი არის რომ იმათ აწყობთ რომ არა მარტო შენი პროდუქტი იყოს, მათი სახელიც იყოს პლუს ამას შენ პროდუქტზე დამატებული და არაფერი არ რჩება. შეიძლება იმის საშუალებაც არ მოგცენ შენ ეს როგორც პორტფოლიო ისე გამოიყენო. ძალიან ბევრი ნიუანსი, ანუ ძალიან კარგად უნდა გესმის. მე ძალიან ხშირად სამწუხაროდ ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს ვერ ვიყენებ როგორც პორტფოლიოთ, იმიტომ რომ უმეტესწილად ესეთი კონტრაქტებზე მაქვს ხელი მოწერილი საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებიც გიხდის ფულს ნიშნავს, რომ თელი საავტორო უფლება მასეა. თუმცა მინდა მისი კეთილინება ჩემს სახელდაგვარს მიაწერს თუ არა. ამიტომ მე მასზე ვმუშაობ, მე არც მაქვს დიდი. მე უფრო აი საერთაშორისო ორგანიზაციებზე რა თქმა უნდა, მაგრამ აი მაგალითად აი კეის მოვყვები, როცა პრეზიდენტთან მუშაობდი, პრეზიდენტის ფოტოს როცა აგზავნე საერთაშორისო სააგენტოზე არ აქვს შეიძლება როიტერი იქნება შვიდეთ პრესი თუ სხვა. სულ რომ უთხრა რომ აი ჩუქნი და შენი იყოს და მარტო მიაწერე ადმინისტრაციას არ უნდა. ანუ თუ ფოტოგრაფის გვარი არ წერია, საჩუქრათაც არ უნდა. ანუ მას იმდან პატივისცემა აქვს მშრომელი ადამიანის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურის მიერ არის მიწოდებული გამოსახულება, აუცილებლად უნდა გქონდეს მითითებული გვარი. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეგ ერთი. და მეორე, ნუ იქ ტექნიკური ბევრი საკითხია, მაგრამ სახელი ძალიან ბევრი ესეთი ორგანიზაციებია, ეს მედია სამსახურები, ისინი ძალიან აქცევენ ყურადღებას სამწუხაროდ გვიწევს ხოლმე საქართველოში ამ თემაზე სულ სირბილი, რომ ფოტო რომ მიგაქვს, მიაწერე მაინც ვისგან წაიღე, ანუ ძალიან თუმცა იცი რა არის, რაღაც ნელ-ნელა საზოგადოება სწავლობს ამას და ხედავ ამას. თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი შემთხვევა არის, მაგრამ რეკლამის ფოტოებზე მქონდა მე. ამას ძალიან ბევრი პრობლემა, იმიტომ რომ ჩემი ფოტოები იყო ძალიან ცნობილი ფოტოებია გორისომის და შესაბამისად ადამიანები ემოციურად ძალიან მისთვის იყო მნიშვნელოვანი. რაღაც სხვა მარტო ჩემი ფოტოებზე არ არის სხვა ფოტოებსაც, როცა ვიცი რომ ხოსი ფოტოა და აი აზიარებს ვეუბნები ფოტოგრაფი მიაწერეთ. ხოთა შორის ეგ თემა არის ძალიან აქტუალური სპორტის ფოტოგრაფებზე. ფეხბურთები, კალათბურთი, სხვა სპორტული თემები, ანუ რაც ჩვენი ნაკრებები თამაშობენ ასე შემდეგ, უმეტესწილად ისე მიაქვს ხალხს, რომ არ კითხულობს ვინ გადაიყო, რამ ხელაში რომ ადევს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფოტოების უკან არის. მაგრამ ეს მოდი სხვა საკითხია. უკვე მიიღეს შეკვეთა, კი არა შეხვდი ამ ადამიანს, მოეწონეთ, ანუ ქიმია გაჩნდა, მომწონხარ მოგწონვა, იდეა მომწონს, რაღაც ჩვენ გაგეხსნა. აი, რამდენი ხანი გჭირდება საშუალოდ, რომ
დაიწყო მუშაობა. ძალიან რთული პროცესია. თავარი უნდა გაარკვიო რამ ხელა პოტენციალი და სად გამოყვება და სადამდე შენ გაყვები. ხედავ, მაშინ ასე მან თუ წავედ ხო, ეგ გამოთვლის ამბავია, მაგრამ აი მან რამდენად ხშირად გაქვს კლიენტთან კომუნიკაცია. შეიძლება წელიწადიც კი გაგრძელდეს, ან 6 თვე გრძელდება ეს რა, ამზადება, იმიტომ ძირითადად ან თავიდან ანუ ბრენდინგს ვინმე თუ იწყებს, ხო, ან რებრენდინგის პროცესში არის, იმას ხო უნდა რაღაცა პროცესი რომ მოემზადო და მზად სულ არ არის. ყველას უნდა რომ სრულყოფილი წარდგეს საზოგადოების ხო, ფაქტია, რომ კლიენტი გაძლევს ამის საშუალებას. ანუ შენ უნდა მოიყვანო იქამდე რომ კლიენტი მზად იყოს. ანუ ვებსაიტების მომსახურებაზე, ანუ რეკლამის გაკეთება. ხო, მაგრამ ეს მაგას ხო ფაქტობრივად მარტო შენ არ აკეთებ. შენ კი, მაგრამ მიმართულებებს ხშირ შემთხვევაში ვაძლევ. ვეხმარები. რომ სწორი მიმართულება იყოს, იმიტომ რომ აი იმ შემთხვევაში, როცა ადამიანმა თქვა გახსნა რაღაცა ბიზნესი და შენ მიდიხარ და ესაუბრები ამაზე, ეუბნები, რომ ანუ რა შეფუთო გაქვს, ანუ რამე გაქვს შეფუთვა, ანუ იდენტობა რამესთან გაქვს. აი თქვა არა აქვს, ხო და ამაში ეხმარები რა აძლევ მე მიმართულებებს, რომ მოდი ეს გაქვს. მაგრამ მაგას შეხედეს რა ისე იმისკენ მივდივართ, რომ მხოლოდ ფოტოგრაფობა, ამ მხოლოდ ვიდეოგრაფობა არ არის საკმარისი. არა. ანუ ფაქტი არის, რომ დღესდღეობით რაღაცა რომ ანუ წარმოადგენდა ესე რომ თქვა ამ სფეროში უნდა შეითავსოს სხვადასხვა პროფესიებით. ხო, ამ ინდუსტრიაში უნდა იცხოვრო რა. რაც ითხოვს ამის გააზრებას, რომ თუ შენ მარტო კამერა გევასება, ეგ საკმარისი არ არის, რომ შენ იყო კიდე ფოტოგრაფი. ჩემთან ძალიან ბევრი თანამშრომლობს ახალგაზრდები. ერთ საკეთებს და მორჩა. მირეკავე მეუბნები, იმ სტუდენტი ხო არ ყავს დამწყები, რომ იაფად გადაიღოს. ნუ უხეშად ვამბობ. ნუ ეგ მეუბნები, რომ არ მყავს. უკვე მეუბნები, რომ არ მყავს. ადრე სანამ ვისწავლიდო, რომ აქამდე მოსულიყავი, რომ არ მყავს. მანამდე რაღაცა ვიღაცებს თავაზობდი, რომ ხო არ გინდა აი ამაში მიიღო, იმიტომ რომ მე მაგალითად ისე მოვედი, რომ 3 წელი საერთოდ ხელფასი არ მქონდა, ოღონდ მე მუშავა ამ სფეროში, მაგრამ არ ვიცი ხა აი თუ ამდენს გადაიხდესო ვეუბნები სადაც არაფერი არ აქვს პორტფოლიო არ აქვს არ გიცნობს არავინ როგორც ფოტოგრაფს ცერა არ ვიზავ მეუბნება და იცი რამდენი ხანი ვიფიქრე რომ სწორია ეს თუ არა რა თქმა უნდა ძალიან ინდივიდუალურია ეგეც ანუ მე ხა წლები ვაგროვე პორტფოლიოები, ოღონდ პორტფოლიო აღმოჩნდა ჩემ ცხოვრებაში მხოლოდ გადაღება კი არ არის, აი ეს გამოცდილებები რომ ჩულაპარაკობთ, რომ არ დირექტორად იმუშაო, რაღაცა მედდად იმუშაო, იმიტომ რომ მე არ მემუშავა მედდად ან რაღაც თავის დროზე, ძალიან ბევრ სამედიცინო პროექტები რომელიც კეთდება ექიმებზე, რაღაცები არ მეცოდინებოდა, რეალურად გამოვიდა რომ ყველაფერი რაც თავის დროზე ემიგრაცია მაქვს ჩადებული, პლუს ცოდნა ემიგრაცია. კი ბატონო, ანუ ქალთა პრობლემები, ბავშვთა პრობლემები ზოგადად სოციალური თემები მე მგონია რომ ეს ყოფილი მუშაობა ამას მე ყველაფერში იყენებ რომ მე როგორ ტიპი ვარ იცი ანუ როგორ მუშაობ მე მიყვარს რეალობა ანუ დოკუმენტური ფოტოგრაფია არის ჩემი ძირითადი მიმართულება და როცა მთხოვენ ხოლმე რომ გადავიყო სტუდიაში ხო სხვა ფორმატში ერთვები მინდა რომ მივამსგავსო იმ რეალობას არც უკვე ვიცი აი ამიტომაც არის რომ მათთან ჩემს სტუდენტებს ვეუბნები რომ არ გჭირდება სტუდიური გადაღების თავიდანვე სტუდიური განათებები იცოდა. მოდი ჯერ გავიგოთ საერთოდ შუქი როგორ მუშაობს, ანუ ბუნებრივი განათება რა ტიპია. ხო, იმიტომ რომ მე რომ დაიწყე პირიქით არის და გეტყვი რა ხო, რადიკალურად ხო. მე ვასწავლე, ეხლა მე მყავს მეგობრები რომ სასწავლე სტუდიურ განათებას და პედაგოგ სტუდიურ განათებას იწყებ, მაგრამ მე ვარ აი ხო გირმე დოკუმენტური ჟურნალისტიკის მიმართულებით ამ შემჩენია რომ ბუნებრივი მზე, ანუ დილა შუა დღე საღამოს, ღრუბლიანი, როგორ მუშაობს, იმიტომ რომ პორტრეტი რა დროს, ანუ რაღაცა მე რაღაცა ვცდილობ რომ ეს, იმიტომ რომ მაგალითად ყოველს არ აქვს იმის საშუალება ზურა, რომ მე სტუდია კონდეს. და განათების საშუალება. ან თუ უნდა განათება, ჯერ ხო იცოდეს როგორ განათება უნდა, მუდმივი განათება უნდა ესეთ ამ ტექნიკას კი ისწავლეს, მაგრამ ჯერჯერობით ჯერ უნდა დაიხვეწოს მე მგონია, რომ აი სადაც შუქები აკონტროლოს, ეს სახლში თავისი განათება რაც აქვს, ჯერ იმითი რაღაცები გააფუჭოს რა და მე რომ მიხდეს აი მე მაქვს ეგეთი მიდგომა თუმცა რა თქმა უნდა ეხა მე მგონია რომ ბოთ ეს ჩემი მიდგომა ცოტა დროში წელავს მე პირდაპირ ვეუბნები რომ წადი ფეშენ ფოტოგრაფიაში აი ფეშენ ფოტოგრაფიაში როგორც კი მიდის ტიპი ანუ წარმოიდგინე პირდაპირ სწავლობს განათებას პირდაპირ სწავლობს სეტინგს იმიტომ რომ ამის გარეშე არ გამოდის და რა თქმა უნდა დიდ ყურადღებას უთმობს ესთეტიურ მხარეს და რა შეეხმარება ეს რომ კამერა გარდა იმისა რომ შენ რაღაცებს იღებ და კომპოზიციას აკეთებ შეგიძლია აბსოლუტურად ანუ ეხელონური განათების სწავლა გეხმარება რომ
манипулირება მოახდინო მდგომარეობის. ნებისმიერი უკვე განათებით, ანუ კამერაში აკეთებ უკვე ამ ყველაფრის манипулირებას და ნებისმიერ ამას გააკეთებ. ძალიან ბევრი დეტალი არის, ანუ მაქსიმუმი არის, რაც შეიძლება ფოტოგრაფიაში შენი ისწავლო, არის fashion ფოტოგრაფიაში და ამიტომ ვეუბნები, მან წადი და მაგას რო დაამთავრე, მე გადი და street ფოტოგრაფიად გადაიქე და სიგიჟეს აკეთებ. მან დრო უშვებ ხა. სადუშვებ და FIT არის ესეთი სასწავლებელი არის და იმას აქვს კონკრეტულად fashion ფოტოგრაფიის კურსები 3 თვიანი 4 თვიანი. უკვე საკმარისია რომ იმას ცოდნა გქონდეს, ანუ light metrით მუშაობა. ანუ ეს არის ის ინსტრუმენტი, რაც შეგიძლია შენ მოიგო და დაუსტატდე. ანუ ამ კუთხით ხო. ჩვენ ვიდეოს ქვეშ აუცილებლად მოდი თუ არის საშუალება რომ ეგეთი საინფორმაციო საიტები რაღაცები დავტოვოთ პორტფოლიოები, რაცაც მაგათ ვინც თქვით მაგათ ანსელა დანსი ან რაღაც ვინც შევაბერმა არიცოდეს. რაღაცა ესეთი ინფორმაციები რომელებიც შეგხვდათ ვიდეოში აუცილებლად ამის ლინკებს მივაბავთ. ეხლა FIT ესენი რატო არის პრიორიტეტული, მაგრამ სხვა რაღაცას ერჩევა მიწევს, იმიტომ რომ მეც ბევრი მაგამოვლილია, მაგრამ დღეს რასაც უყურებ ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ წახვიდე ისეთ კურსებზე, რომელიც გაზებს საშუალებას, რომ კარგი სწორი კონტაქტები დაამყარო პროფესორებთან. აი სიტყვაზე მე მაგალითად არ წავალ ნიუ-იორკ ფილმ აკადემიაში არასდროს, თუ გინდა კინო უნდა წახვიდე NYU-ში, მაგრამ უფრო მეტი პრაქტიკა მჭირდება და კონტაქტი. ეხლა ჩემს შემთხვევაში პირობითად ანუ მაგალითად სკორსეზე ან მსგავსი ანუ სპილბერგს აქვს რაღაცა კურსი 3 თვიანი და ამ 3 თვიანი კურსს მივყევან მე საფრანგეთში და უკვე რამხელა შესაძლებლობა მეცლება უყურე. მასთან მაგ კომუნიკაცია, შემიძლია საკუთარი თავი ანუ გამოუხატო მასთან, ვიმუშაო და რაღაც შესაძლებლობების გზა გამიხსნას. მაინც მივდივართ იმისკენ რომ უნდა იცოდე რა გინდა, რა მოგწონს და ამისათვის ეგ ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, ხო, მაგრამ ცებ რა არის ზურა, აი ძალიან მნიშვნელოვანია ყავდეს სწორი მენტორი რა. ეხლა ასეთი ახალი ტერმინია საქართველოში მენტორი. იმიტომ რომ ეგრე რაღაც არის, მე ხშირად ვეუბნები ხოლმე, თქვენ თვითონ მასწავლებელი არ გჭირდება ვეუბნები ხოლმე. თქვენ გჭირდებათ მენტორი, ანუ მიმართულებას ვინც გაძლევს. თუ გაგიმართლოთ ცხოვრებაში და ეგეთი ადამიანი იპოვნეთ, ხო, მართლა გაგიმართლოთ, იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე მთავარი. მენტორი არის ადამიანის ტრენდები და მიყვები რა. ჩვენ შემთხვევაში ხო იცი რა ჯოჯოხეთი გაგავლილი და რო უყურებ ადამიანს საკუთარ თავს ხედავ და ვეუბნები არ გააკეთო ეს დამიჯერე, მაგრამ შიშის ფაქტორიც მაქვს მაგაზე, იმიტომ რომ მე ზოგადად ამერიკა მიმარჩი, აი იცი როგორი სიტუაცია, ანუ ესე იგი გამართლების მადლიერი იმდენად არა ვარ იმხელა შრომაზე, რომ იმ ესე იგი როგორ გითხრა ამ რთული გზის მადლიერი უფრო ვარ, რომ აი ეს გამხადა ვინც ვარ, ვიდრე გამართლების მადლიერი ვიყო რაღაცაში. თუმცა სასწავლების მაინც მჯერა ხდება. კი, მეც მჯერა რომ შრომა ყოველთვის ფასდება. და შეიძლება ეგრევე არ დაფასდეს და ხანდახან არის ხოლმე რომ გვერდიდან რომ გადახედავ, გონია რომ ვიღაცამ უფრო ცოტა გააკეთა, მაგრამ გაუმართლა, მაგრამ შენ ხამდე სწავლობ და დაშო დროში გაიწელა და კი გაგიმართლოთ ეს რაღაც, მაგრამ მოგეკეთი გამართლებულიც აღარ სწორია, შრომა ძალიან დიდი შრომაზე მაქვს საუბარი, რომელსაც ანუ თუ შენ ეს ფანატიკურად არ გიყოს, ვერ გავუწევ, ხო? მაგრამ ნახეთ, მე დაგამშვიდებთ ახლა შრომა არ არის ჩემთვის ყოველდღე რა თქმა უნდა, ზურა თავის აზრს გვეტყვის. ჩემთვის შრომა არ არის მხოლოდ რომ მაინც და მაინც ყოველდღე ფოტოაპარატი გეჭეროს და გადაიღო. შრომა არის ფიქრი კონკრეტული მიმართულებით, იდეაზე ფიქრი, კონკრეტულად რაღაცის ჩამოწერა, ანუ რაღაცა შენ განვითარებაზე არის, ესეც შრომა ძალიან დიდია. მაგალითად ვეუბნები ხოლმე ჩემს უდელს რომ გადაღებაზე რომ მიდიხარ გზა რაც უნდა გაირო, აი გზაზე იფიქრე რა სად მიდიხარ, რა უნდა დაგხვდეს, იმიტომ რომ აი ყოფილი ეგეთი შემთხვევები რომ მისულან გადაღებაზე და პორტრეტი უნდა გადაიღოს. რესპონდენტისგან ელოდება რომ სად უნდა რომ გადაიღოს. ანუ შენ რაღაცა ვარიანტები გქონდეს მოფიქრებული უკვე პროფესიიდან გამომდინარე, შენობიდან გამომდინარე, მიმართულებიდან, სადაც რაღაც ფიქრი უნდა ფანჯარასთან დააყენებ, კორიდორში დააყენებ. რომ ის ადამიანი რო გეტყვის რომ ეხა მაგ 15 წუთი დრო და 15 წუთი უნდა გადამიღო ექსტრემზე წავედით ისე და შესაბამისად სანამ გამარჯვებას ვეთქვი უკვე რენტგენში მაგატარებული მთელი ტერიტორია რომ სად შეიძლება ადამიანი გადავიღო. კი, გამომიგზავნე სურათი. არაში ნე მე მაგალითად ბერჯი შევაშინე კლიპ და თქვენს მეუღლეს როგორ იქნება როგორ გამოიყურება. აი ეს რაღაცები გადმომიგზავნე ცოტა აი მე მივხვდი და ეგ ძალიან აუცილებელია რა. მე მაგალითად აი რომ ვამბობ ხოლმე რომ შეთავაზებას როცა ვაგზავნი ფოტოგრაფის რა უნდა სტუდიაში რომ მოხდეს გადასაღებად პორტრეტის რა უნდა გაითვალისწინოთ მინიმალური იქ მეწერია ტანსაცმელსაც მეწერია და მარტო თეთრეულზეც მეწერია რომელიც ტანსაცმლის ქვეშ უნდა ეცვა. კი, ნახე სხვა ეგ ძალიან უამრავი რაღაცა. ჩვენ კი, ჩვენ გადავიკვეთეთ. ანუ ეგ არის აუცილებელი. ხოთა შორის მე ხარ დავამატო ამ შეთავაზებაში რომ იმავე დღეს არ გაიკეთონ კოსმეტიკური პროცედურები. მე გეუბნებით ეს სტუდიურ გადაღებაზე როცა მიდი საქმე, მან მართლა ესეთი წვრილმანები არის, რომელიც შემდგომ ძალიან მოქმედებს განწყობაზე და მე ვიზუალზე ვარ. ეხლა როგორი არის
ადრე დაიძინე, ალკოჰოლი არ დალიო, ინექციები არ გაიკეთო. ნუ ხო, მაგრამ გამოვიდა რომ მიწევს რა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ყოფილი შემთხვევებსაც თმის შეღებვისაც სალონიდან მოდიან და ძალიან ბევრი ლაქებია და მე post production-ში სამუშაოა და მოკლედ მე გადავწყვიტე რომ ჩემს შეთავაზებაში გავსი რაღაცები ესე ლაკონურად მოკლედ და ესთეტიურად და სვეცკად ჩავწერო რომ ეგეთ გასათვალისწინებელია იმიტომ რომ თავარი რა არის ხო ის ადამიანი ოდება შედეგს შემდგომ იმიტომ რომ შენ მუშაობ მასთან ფსიქოლოგიურად განაწყო მოადუნო რაღაცა მიაღებინო ის ბუნებრივი მდგომარეობა ამ პოზა რომელიც მას უხდება ფიზიოლოგიურად და ზოგადად და ეხლა კიდე იმ დეტალებზე ვიფიქრე მოკლედ რაცა რთულია. ეხლა იცი რა მინდა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის აი ამ ჩვენი კომუნიკაციის რამდენად მნიშვნელოვანია კონდეს პერსონალური პროექტი. და მე ვიცი რომ შენ გაქვს პერსონალური პროექტი, რომელიც გაძლიერებს, იმიტომ რომ მარტო პროფესია კი არ აქვს, არამედ შენ უკვე აკეთებ ასე რომ ვთქვათ სოციალურ თემაშიც ხარ უკვე შეცვლილი, რომელიც ორი ქვეყნის გაერთიანებას, მეტი ქვეყნის გაერთიანებას ახდენს და ეს არის შენი და სოფო ჯაჯანაშვილის პროექტი სპიჩი ქვია და მოდი მოგვიყევი ამაზე. რატო გადავწყვიტეთ რომ ჩვენი პროექტი გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ დანარჩენი აფრაზეც მუშაობა ან პორტფოლიოში იწერება, ანუ აბსოლუტურად ან კიდე, ანუ არაფერი არ რჩება სიმართლე რომ გითხრათ საბოლოო ჯამში ისეთი რაღაც ფასეული რომ შენ თქვა რომ მე აი ამას ვაკეთებ და ეს არის ჩემი და მე ეს მაგმაყოფილებს. როცა შენ პირად პროექტს იწყებ, მაგალითად ჩემ შემთხვევაში ახლა რაზეც არის საუბარი სპიჩს, ეს მაძლევს იმის შესაძლებლობას რომ უკვე სხვა დანარჩენ პროექტს როგორც კომერციულ შევხედოთ. რასაც დამიკვეთავს იმას გაუკეთებ ბოლომდე. დიდ შრომას ჩავდებ და არანაირად არ შემაწუხებს რომ ეს ჩემიც მინდა რომ იყოს და ანუ დამეხმარა მე ხვდი ბალანსში დამეხმარა და როცა შენ პროექტს აკეთებ ეს არის შენი იდენტობა რეალურად შენ ვინახარ რა ფასეულობები გაქვს იმიტომ რომ მაინც უცხოეთში მოწყვეტილი ხარ ამ ქართველობას და გაინტერესებს სხვა ქართველი რას აკეთებს როგორ აკეთებს მათგან ძალიან ბევრ გამოცდილებას ვიღებს და მსოფლიოს მასშტაბით დავდივარ ნუ ვიზდები რა ამ პროექტით დაწყებული მეცნიერებით დამთავრებული მოგა ხელოვნებით ანუ ყველანაირ სფეროს გავდივარ და დიდი წარმოდგენა მექნება მოკლედ რომ თქვა სპიჩი არის ზურაცი და სოფოს გაკეთებული პროექტი, რომელიც ხოთაშორის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ეს არის, ასე ვთქვათ, ხიდი საქართველოსა და დაუშვათ ამერიკას შორის, მაგრამ სხვა ქვეყნებიც არის ჩართული და აქ ვეცნობით იმ ასეთ ადამიანებს მოღვაწეობენ იქ როგორც მეცნიერებაში ან სხვადასხვა მიმართულებით და ამ ხალხის არსებობა ვიცით. ოღონდ ესე კი არ არის რომ არსებობა ვიცით. ეს არის ხალხი, რომელიც ასევე გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ ხშირად ეს პლატფორმაც ახერხებს რომ გააკეთოს ონლაინ ლექციები და გქონდეს საშუალება სხვადასხვა სტუდენტებს, სხვადასხვა მიმართულებით ჩართონ ისეთ წამყვან სპეციალისტებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ამერიკაში ან სხვადასხვა ქვეყნებში და ეს არის ძალიან მაგარი საშუალება, იმიტომ რომ რაღაცა ვატყობ ხოლმე თვითონ ამ ხალხისგანაც, როცა მეც ვუყურებ, რამდენად ღია არიან და მოწონთ, რომ გაგიზიარონ და მართლა ძალიან მაგარი შეგრძნება, იმიტომ რომ ჩემთვის ფოტოგრაფია ეს არის ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა. თუ ეგ არ არის, ეს აღარ მაინტერესებს და იმდენად და მაინც ყველაფერი ადამიანთან მიდის, რაც არ უნდა გადაიღოთ და გააკეთოთ, სადღაც მაინც ადამიანის თემა ბუნება იქნება ეს თუ რაც მანქანა იქნება. მინდა ვთქვა რომ ძალიან ვამაყობ ამ პროექტი, ძალიან ვამაყობ ზურაცი და სოფოთი რომ თემას აკეთებენ და ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური თემა, ეს არის შინაარსობრივი დატვირთვა, რასაც მაგალითად სულ ხშირად ვიმეორებ, რომ ტექნიკურად შეიძლება ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მაინც ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ შინაარს უნდა მიაქციოთ ყურადღება რამდენად ღირებულია, იმიტომ რომ დღეს ხო გეუბნებით ძალიან ბევრი, ანუ სულ კონკურენციაში ვცხოვრობთ, ანუ ყველა ფოტოგრაფია, ვისაც ტელეფონი აქვს და ის რომ ამბავი მოყვე და მიიტანო მნახველთან, მსმენელთან, ამას უნდა ცოდნა, ამას უნდა მეცადინეობა, ამას უნდა მუდმივი მუშაობა და უბრალოდ უნდა გჯეროდეს იმ საქმეს, რასაც აკეთებ და გიждდებოდე, რა თქმა უნდა, ფანატურად უნდა გიყვარდეს. აქ უნდა იცხოვრო და შენ ინდუსტრიაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზეც უნდა იზრუნო. შენ და ეს საქმე ერთი ხარ. უსასრულოდ შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ცოდნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, იმიტომ რომ თუ ერთმანეთს არ გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენ თვითონაც ვერ გავიგებთ ამ ყველაფერს. აი მე შეიძლება გიყვები, ანუ მე თვითონაც ვიაზრებ, რომ რაღაცები ხდება ჩვენს ირგვლივ ისეთი, რომ ხშირ შემთხვევაში არ გგონია დიდი არაფერი, მაგრამ აღმოჩნდა საკმაოდ დიდი არის ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის. პირდაპირობა რა მთავარი არის ეს.
და მე მგონი გულახდილობაც. საზოგადოებას ხვანაირად არ მიგიღებ ის ქუდი უნდა დაიხურო, სადაც მიდიხარ როგორ ქართული. შეიძლება ის ქუდი რო არ დაიხურო, მაგრამ იუნიფორმა უღრმესი მადლობა. მადლობა ჯერ მადლობა იმისთვის, რომ აქ ჩამოდიხარ ხოლმე საქართველოში და რაღაცნაირად გული შეგტკივა და არ ხარ მხოლოდ იქ. არც მაინტერესებს დიდად და ეგ არის ძალიან მაგარი ჩემი ცხოვრება. რომ ყველა ვერ ახერხებს ურამაგას და მართლა განსაკუთრებით ნუ იცი შე რაშიც გამიმართლა რომ ამ სფეროში მეც ვარ და ჩემი ოჯახიც არის და კი და მაგის გარდა შენი პერსონალური პროექტი ფაქტობრივად პირდაპირ კავშირში აქვს შენ ქვეყანასთან და ეგ არის ძალიან მაგარი და ძალიან ბევრი ემიგრანტს მინდა რომ აი აქვთ ხოლმე სურვილები ძალიან ბევრს და ვერ ახდენენ ხოლმე ამ რაღაც ხიდის გაბმას და ამაში ძალიან მაგარი ხარ იმიტომ რომ ახერხებ აი ამ ქვეყანას შორის ცხოვრებას. მეგობრების არჩევაც სწორი ვიცი. ეგრეა. ძალიან დიდი მადლობა და შეგხვდებით ამერიკაში. აბა გელოდები.